არ მომწონს ეგეთი კაცები. ძალიან თბილი იყო და ძალიან ყურადღებიანი. მე მესაიზე რო რჩებოდი, დამატებით საათებზე რო რჩებოდი, რომ მოვიდოდი სახში, საჭმელს მახვედრებდა გაკეთებს და მე არ მომწონს ეგეთი რაღაცები. ავად ყოფილვარ. ხო რა ვქნა, აი მაგალითად ეხა რავი რატო არის კომპლექსის ბრალი არის თუ ისი ბრალი არა რაღაც ეს თბილი მამაკაცები არ მომწონს მაგაში ცუდი რა არისო აი ხო გეუბნები ანუ აი რა არ ვიცი ზედმეტად აი როგორი მამაკაცები მომწონს იცი ზედმეტად მასკულანური და დომინანტი მამაკაცები ხო დომინანტები ის მეც დომინანტი ვარ და მე რო ვარ დომინანტი ამიტომ ძალიან ხშირად ხვდებიან ჩემზე სუსტი მამაკაცები ანუ ადულად დასამორჩილებელი და მე ეგეთი ადულად დასამორჩილებელი მამაკაცები არ მისიდავს მე მისდევს მამაკაც რომელიც ჩემზე მეტი დომინანტი და ჩემზე მეტი შეფერთხილი არის ხოლმე მიხვდით ხო და ეგეთი რომ ნახე ერთხელ რომ შემიყვარდა ეხაც მიყვარს ძროხა როდის ამოწყდებით ერთი ტრაპეზი რას მეყოფა ერთი ტრაპეზი რას მეყოფა მე არ ვიცი რა ამარც მე არებს არ მაჩუქებს კი მყავშვილი რა ამარც ხდოული ქანი კაცას მივწერა პა ეს უნდა მომინდა მომწონს იქნება ვიღაცა მიყიდოს ერთს ვაყიდიე მასე ქანი ხვდებოდი სუნამო და რო დავშორდი ქალო არ მომთხოვა 120 ევრო უკან გადმომირიცხე მაფულია მეთქი უცადე და მე მაფული არ გადმოგირიცხო ის ამ რაღაცა პირველად დამართა ცხოვრებაში კაცმა ფული მომთხოვა უკან საჩუქრის რა ვანტყოფები უი რას უნდა მოგიყვარს ვაიმე ჩემთან თქვენ მოხვალთ მეგობრებო რა ვიცი და მოგინდებათ სუნამოს ყიდვა შეგიძლიათ მიყიდოთ მხოლოდ ეს სუნამო ჩემო სიყვარულებო ნუ ახლა სხვა სუნამოსაც მივიღებ მაგრამ ნუ ის თუ იქნება უკეთესი არის პირველად ვიყიდე ცხოვრებაში ესეთ ძვირიანი სუნამო ანუ ცხოვრებაში პირველად ვიყიდე ხვდებით არასოდეს მაგამდე ესეთ ძვირიანი სუნამო არ მქონია ნაკვეთი და არ ვნანობ ერთი წამით ბაქარატ რუჟი 540 აი არ ვნანობ ხვდებით იმიტომ არ ვნანობ რომ ზუსტად ისეთი არის როგორიც მე მინდოდა რომ ქონოდა სურნელი რა ფასი 245 ევრო მივეც 70 მილიგრამში კი ტკბილი და გრილი სურნელი აქვს ესე მიყვარდა მაგრამ შემძულდა ირა თბილისში არის ერთი პრობლემა ძალიან ბევრს ასხია ფეიკი ბაქარატი და ზოგადად ფეიკი სუნამოები და მაგიტო არის რომ ეს ხო წააგავს სული და უკვე ყველგან რო ხდება ამის სურნელი უკვე მე რა თქმა უნდა აღარ მოგწონს მაგრამ დამიჯერე ძალიან დიდი განსხვავება არის ფეიქში და ორიგინალში ანუ ამას საოცარი სურნელი აქვს და იმას არ აქვს საოცარი სურნელი მე კოვიდის მერე შემიძლია სუნამო რომელსაც წლები ვისხამდი ოი რატო რომელი თოჯინა რა თოჯინაზეა საუბარი აუ ზადი კი მე არ მომეწონა
ისე ბევრი გიждდება მაგ სუნამოს და მე არა მე ვგრძნობ ცოტა არ გამიგვი ხარ გეწყინოს მაგრამ ოფლის სურნელებს გრძნობ შიგნით რატო არ ვიცი და სხვადასხვა ბევრი გრძნობს ოფლის სუნს ესე იგი ყველა სხვადასხვანაირად აღვიქვავთ ამ სუნამოებს არა ბაქარაძე თქვი აი ეს წითელი რომელიც არის ეს არ არის რა ქვია ინტენსიური არა ეს ჯობია ინტენსიურს და მე არ შემაძულო და მე არ გაძულებ არ გინახე ეგეთი ბევრი წერს ხოლმე ეგეთ კომენტარს აი ჩემს როგორ სუნია იცი ადამიანი რომელსაც ასხია კაი სუნამო და გაუფლიანდება აი დაახლოებით ეგეთი სუნელი აქვს თან ოფლიზა თან სუნამო სუნელი რო ადის მაგრამ რა თქმა უნდა ეხა ხო შეიძლება მე აღვიქვი ცუდად არ არის გამორიცხული რატომ არ დაისხა ეხა კაცო მე ვიყიდე მაინტერესებდა ვერსაჩეს კრისტალი შავი მეთქი რა არის ეს ვიყიდე არ მომეწონა საერთოდ და ვაჩუქე ჩემ მეგობარს და კვირას ნახე გადავკოცნე და ვაი მეთქი რა კაი სუნი გაქვს თქო და შენ სუნამ მაჩუქე ეგ სუნამო არია და უი მეთქი ან მე საერთოდ არ მომეწონა სახლში კირკე ჩემთვის საერთოდ არაფერი აი ვერ ხვდები რა მოწონს ხალხს კირკეში მართლა ვერ ხვდები შავი ოპიუმი ვიყიდე მაგრამ დიდი არაფერი ქალის სუნამები მომწონს ლავიებელ ლანკომის ლავიებელ კიდე მომწონს ჟივანშის ლინტერდით 4-ვე ვერსია მომწონს სკანდალი ძალიან ტკბილი არის რომელიც ამბობ გააჩნია კიდე მომწონს ლიბრე მომწონს ინტენსიურიც და ჩვეულებრივიც ვაიმე ალიეზე ვგიждები ოღონ იასამნის ფერზე მაგაზე ვგიждები და ვაფრენ ნარცისო მომეწონა ვარდისფერი ფლაკონში იყო და არ გამოდის ეგ ეგ მომეწონა მარტო როგორ რაღაც გააფუჭეს ეგ რომელი ვაიმე გუჩის რაღაც მიმასხა ხა ქართული ქალი მუშაობს ისიპარში ალien უი არ ვიცი კირკეს საპისუნი არა ხელისუნი აქვს კირკეს საპისუნი რატო გეცა იმენა ხელისუნი აქვს ხილის ასორტი ნარკოტიკი არ ვიცი მოლეკულანოლერთი ანუ იქ შედაი ესეთ სპეციფიკური სუნამო არის სუნამოც არ არის მე მგონი ანუ ესე იგი ხო კაი არის ანუ ეგ მოლეკულა არის დამხმარე სუნამოთ უფრო იყენებენ მაგას ვიდრე მარტო სუნამოთ თან მაგას სუნი უფრო ადის მაშინ როდესაც ხურდები ანუ მაგალითად რო გახურდები ადამიანი მე უფრო იგრძნობა შენგან სუნი ენჯელი ვაიმე მუგლერის ენჯელი ვაიმე საშინელება არის კატასტროფა ეს ვარსკვლავის ფორმა რო აქვს ხო ვაიმე და აი ამ უცნაური სუნამო ოდიკოლონი ტომ ფორდის ჩერი და ვანილი მომწონს ხო რავი გიждდება ყველა ამ ტომ ფორდის ლოს ჩერიზე მაგრამ რა გადამრი ესეთი არაფერი არ არის ეხლა რო გასულდე და გაგიждდე მაგაზე ბევრად უკეთესი პრადას პარადოქსი არის ინტენსიური საოცარი სუნამო შანელ მესა კოკო მადმაზელი წეგრი არ არის ძალიან სპეციფიური ეგენი არის რთული სუნამოები აი რთული ახსაქმელი სუნამოები არის მე მიყვარს მარტივი ლამაზი ტკბილი და გრილი სურნელები სექსუალური სურნელები კი მომწონს მე გრილი სურნელები
ეგ არ ვიცი. და დაბალ ბიუჯეტურებიდან მომწონს გესის სუნამო წითელი, რომელიც არის წითელი ფლაკონში არის საოცარი სურნელი აქვს. მაგას რო ვისხამ ხოლმე ზაფხულში, ფუტკრები დამზდებენ პარკში. კიდე მომწონს Avon-ის Little Black Dress. ხო, ეგეც მომწონს და კიდე მომწონს Avon-ის Forever. ხო, სწორად ვამბობ. აუ ძალიან კაი Forever-ის აქვს საოცარი სუნი, ძალიან მიყვარს. ავენტუს, კაცო მამაკაცის სუნამო არ არის? ნომერს რომ წერენ, ხო, გამომიგზავნეთ, რას მიწერთ, გამოგზავნეთ და დავტესტავ. Black Dress ჯობია Forever, ჩემი აზრით. სკანდალი კაცის სასწაული არის კითხვა შორს. მამაკაცის სუნამოიდან მომწონს ორი სუნამო განსაკუთრებულად. ერთი არის Black Afgano და მეორე არის Dior-ის Dior Men თუ რა ქვია? ხო. Dior Men თუ Sport თუ რა ასე ქვია. და კიდე ეს ლატაფას სუნამო მომწონს ხამრა. ლატაფას ხამრა, ეხლა მაქვს ეს ამას ვიყენებ ყოველდღიურად. ნახეთ რა ცოტა დარჩენილი. ეს არის ლატაფას ხამრა ქაჰვა. კაი სუნი აქვს. ნუ ყოველდღიურად მაღაზიაში ჩახვალ, ან ნაგვის გადასაყრელა და ან რაღაც უბრალოდ სახში გაასხავ. ძალიან კაი არის მონტალი არაბიკა. უი, ეგ ეხა ჩემ მეგობარს ქონდა და ძალიან რთული სუნამო არის ეგ. თავიდან აქ საშინელი სუნი და მერე კი აქვს კაი სუნი ის. მერე მართლა კაი სუნი აქვს, მაგრამ თავიდან ძალიან საშინელი სუნია. მეგობრებო, არაბული სუნამოები ძალიან კაი. ხამრა, ლატაფა სუნამოები ძალიან კარგები და საკმაოდ ბიუჯეტურები. მაგრამ ხო იცი ჩვენ ქართველებს გვაქვს ესეთი ტვიში ჩაბეჭდილი. ესეთი რაღაც რომ თუ კი იაფი არის, ესე იგი არ ვარგა. და მაინც ამ ძვირიანებისკენ ვიწევით. არ და რეალურად ლატაფას სუნამოები ძალიან კაიები არის. Euphoria მე ძალიან მაინც ჩემთან ხალხს უყვარდა Euphoria. მის ხო Calvin Klein-ის. ხო ვიღაცები გიждები, მე არ მომწონს. მე მომწონს სავაჟი კაცზე. ანუ ლატაფა ასად. აი სავაჟს გავს ეგ ლატაფა ასადი. ძალიან კაი სუნი აქვს. არ ვიცი. დედაჩემი ხმარობს დეზედორს მარკიზა ქვია. საქართველოში ყიდულობს ხოლმე და ჩემდას უგზავნის ფული, ჩემი და ყიდულობს ხოლმე და უგზავნის მე თურქეთში. ფაიმე ხახტო, ისეთ რა საოცარი დეზედორი არის. მარკიზა, ესე იგი რა გითხრათ ეხა რაც მე მახსოვს დედაჩემი ყოველთვის მარკიზას მთელი ცხოვრება არის. დეზედორს ხმარობს მარკიზას და იცით რა სუნი არის? აუს დედაჩემს უხდება ასე თუ რა არის, მაგრამ ამ მარკიზას აქვს საოცარი სურნელი. 20 ლარი თუ რაღაცა არის, 16 ლარი 20 ლარი. იცით ეს დეზედორი ბაზრობებზე იყიდება. კეჩემ დეზედორი გახსოვს? კი მახსოვს. პეტო როდის წამოხვალ? თუ წამოხვალ პეტო, ესე რა ქვია, პალტო წამომიღე ჩემი დისგან. არ მცვივა თმა ჩემო კარგო, თხელი თმა მაქვს უბრალოდ. თორე თმები არ მცვივა. ნუ კანისოზე ყველა სუნამოს არ არის განკუთვნილი კანისთვის. ის მარტო კანზე კი არ უნდა მიისხათ, ტანსაცმელზეც უნდა მიისხათ სუნამო, მეგობრებო. იმიტომ რომ მე მაგიტო რომ ყველას არა აქვს 8 საათიანი შლეიფი და 10 საათიანი შლეიფი. მე გეტყვით სად ვისხამ? აქ ვისხამ. აქ ვისხამ. აქ უკან ვისხამ. და თმის ბოლოებზე ვისხამ კიდე სუნამოს. Yes. ნუ რა თქმა უნდა, ეხა აქაც ვისხამ, ჩემო კარგო.
ღრუტაც ხარ და უარესიც. სელეროდის ესტუმრები დიდ ათენსო. როცა დავიწყე მუშაობა შემოკარგო, მადლობა ვარშანიძე. ეს ღრუტა რაღა მოიგონენ კიდე. ყველა ღრუტას წერს. ანუ ღორო რა ხარო. სუნამო უნდა გავუშვაერსევით და შეუდგე არა ყვახი და საბზდიო ახლა მაგას მე პირდაპირ მივიდა ფშლიკ მიმესხას კარგად აქ და ჩამომეწურწულოს წვეთები ნუ რა ასაღადა ღრუტა ანუ ღორი ხარო და ეხლა რატომ მიხაროდეს ვიღაც ღორს უნდა მიძახებს თქვენ თუ გიხარეთ უძახდეთ მაინც ღრუტა დაწურულო ბადაგო დაწრული ბადაგი რანაირი არის ქალო? ამან რაც ხა მოწია გონია. ბადაგი ისე დაწრული ღვინისგან კეთდება, მის წვენისგან. ანუ როდესაც წურავენ ყურძენს, სუფთა წვენს აიღებენ, სანამ ღვინოს კასში ჩაასხავენ, რომ დაღვინდეს, აადუღებენ იმას და ეგ არის ბადაგი. და მე კიდე უნდა გაწურო ბადაგი? კმარი მართავს ღრუტათია, უიდე დაინახე. დაინახე რა ვაიცის, რატო არ ვიცი მე სოფელში დამიწურია კიდეც, რა ქვია ხო, ყურძენი. რას მე მაგ ნაწური მაქვს? ადექი ჩალაგებ ჩემოდან გამოაგზავნე 1000 ევრო და წამოვა. ხო, ეგ არის ბადაგი. ვაი მე სულ სვამდი ხოლმე ბადაგს და მიჩხუბებოდნენ. აუ კაი არის სოფელი. სოფელში ყველაფერი რა კაი არის. ძამინდა სოფელში ვიყიდო მიწა და აღაშენო სახლი. ხეხილიანი მინდა ეზო ხეხილის გარშე საშინელება არის. შებერლობა იცის. მეც მიყვარს სოფელი. აუ კი რომ ახსენდება ხოლმე სევდა მომაწვება. ყველაფერი იცვლება, ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოქალაქეობას როგორც კი ავიღებ ეგრევე. გავიღებ ბელგიის პასპორტს, ეგრევე მოვდივარ, მასა ქვია, დამხვდით მანქანი აეროპორტში. ვისაც პრეტენზია ჰქონდათ ჩემთან რამეზე. დედამგის უნდა კიკებში. სადღაც რომ კუთხეში, ისეთ კუთხეში, სადაც მიწა არის ნაყოფიანი. სადაც მიწა არ იქნება ნაყოფიანი, ისეთ სოფელი არ მინდა. ანუ ყველანაირი ხილი უნდა იყოს, სავრადოდ უფრო დასავლეთისკენ. აღმოსავლეთ ახსნათ გახუნებული მეჩვენება, უფრო დასავლეთი მომწონს საქართველოში. დასავლეთი უფრო ხასხასა არის. როდის იღებ პასპორტს, წელიწად ნახევარში უკვე შევცვლი კარტას, კარტას შევცვლი გადავალ ბ კარტაზე და მე შევიტან ეგრევე მოქალაქეობას. რა თქმა უნდა, მანდ სამუშაო საათები უნდა დავაკრო. Ой, მე და აგვიდო და ეფი. წარმატებები, კარგი, კახური ყლე და მიწა მაგარია სელეო. ფაი მე არ ვიცი არ მინახე კახური ყლე. და შოთი კი მომწონს. კახური შოთი. კი, კოკოს პანირია და ხაი მე მაღაზიაში უნდა ჩავეთრე. აღმოსავლეთი არის 64 შეიძლება ხო ნამოთ. როგორ არა ვარ ნამყოფი მასში სად ვიყავი? თეთრი ჭარხალი რომ მოყავთ. ქართლში ხო, ქართლში ბაშლები და ისინი. ქართლში ვარ ნამყოფი. და ისეთ კაცო დავდიოთ ხოლმე აღმოსავლეთში ბებიას დავყავთ როგორ არა ნამყოფი. ანუ რა მე ესე მეჩვენება უფრო ხასხასა და მწვანე მეჩვენება დასავლეთ და რა გავაკეთო. შენ თუ არ გეჩვენება მე ვალდებული ხარ რა ვარო შენ დაგეთანხმო. ვიცი ხომ ჩაჯინება არა გინდა თორე ეს მწვანე და ხასხასა. ჩემთვის დასავლეთი უფრო არის მწვანე და ხასხასა.
ამშჭარე ნერვებზე 64 არის იმერეთი აბარა ყველაზე ლამაზი სოფელი სად არის ლამაზი დავი სვანეთში ალბათ კახეთი ნაცრისფერია გულისხმი უფრო ხო არის იავნად არის განსხვავება გაიხარეთ ჩემო კარგო და კიდე მიყვარს აი ტყერო არის ახლოს და რო წახვალ და სოკოეს რაღაცებს მოკრიფა ტყეში აუ ტყეში სერული მიყვარს რაღაცები საკრეფად თქვენ არ დადიხართ აქ რო იყოს ისე ნუ კი იქნება მაგრამ არ ვიცი არ მაქვს ინფორმაცია ტყიბული ამაზე ამბობდი ეს მე ვარ გოგო ჩემი ის არის კლონი არის ამაზე ამბობდი რას გავსო ეს მე ვარ ქალო ვერ მიცანი ამიგო ტრუსიკა გამოგიჩდეს შეხედე არ გავართ ერთმანეთს ეს არის ხელნაკეთი მეგობრებო აი ეს ზემოთ რაც აფარია ამის ქუდი არის აი აბა რა გონია გთქვენ ხელნაკეთი საჩუქარი არის მეგობრებო ვისაც გინდათ შეგიძლიათ გამომიგზავნოთ თქვენი ხელნაკეთი საჩუქრები ოღონდ კაი საჩუქრები პანჭკაპუნჭკები არ მინდა Find guy. And my regular Saraquiam. And Ravi Ratskin that. Go show something like that. Video. Rather than such a better the chamohal. მეგობრებო თუ იმას გეთ ბელგიაში ჩამოსვლა შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ჩემთან 1-2-3 დღით ოღონდ გადაცვალე მე ჩემი პირობები მაქვს უნდა წამოიღო 2 წოლა შებოლილი სულგუნი 2 წოლა იმერული ყველი 1 წოლა ჩვეულებრივი სულგუნი 20 ცალი ჩურჩხელა სხვადასხვა ტყემალი კუპატი და всё. და კიდე სიგარეტი 2 ბლოკი ქართული. წეველებმა არ ჩამოხვიდეთ. თქვენ ვერ წამეიღებთ ვერ და ჩემსაც მოწერთ. მომიწეს 2 დღე ჩამოსვლა სიამოვნებთ გნახავდი და გაგიცნობდი ახლოდანო. მე კეიცი შემოკარგო პირობები ეგ რაც არის. ვიზა რატო დაგაურობას? გაიხარ ჩემო კარგო. პეტოიასავით ნუ მეიქცევით, ოღონდ ჩამეიტანა 1 წოლა იგი რა ქვია, იმერული ყველი და ნახევარზე მეტი თვითონ შეჭამა. ათენში სად მოწოლო ძროხა და სულ ათენიდან შეგიძლიათ წამომიღო, ისა რა ქვია, ზეთისხილი. ზეთისხილი შეგიძლიათ წამომიღო. ჩემი სახლი რომ ექნება სოფელში სადმე აუცილებლად უნდა დავრგო ეზოში ზეითუნის ხე, ზეთისხილის ხე, ვაიმე ულამაზესი არის. თან
დამჟავებავით დედაჩიმაც მაგის დამჟავება ისეთი გემრიელი არის სასწაული იმერულ ფრენა იქ გიყიდიო გაიხარებსო რატო არ გაიხარებს ხო ყიდიან არ იხარებს საქართველოში ზეეთის ხელის ხე თუ პროსტა ისე ნაყოფის გარეშე არის ნალექიანი ყავა არ გინდა აი პეტომ კი ჩამოიტანა ყავა იყო გემრიელი მაგრამ ისეთი გემრიელი არ იყო როგორც ბავშვობაში მახსოვს ჩემოგარგო სიგარეტს მე ვეწევი ოპერაციიდან როგორც კი გამოვედი საავადმყოფოდან იმ დღიდან ვეწევი სიგარეტს საქართველოში კაცი ვერ ხარ ზეითუნს რა გაახარებს ხარებს ჩემ მეგობრებს დგას ისხას და ჩადო კიდევაც მწნილი ახლა ძალიან კარგი ხო ძალიან ლამაზი ხეები აქვს მართლა ულამაზესი არის ლორს ჩამოგიტანო ლორი ვიჩინას ამბობ ხორის ვიჩინა მიყვარს კი და ლორი რო არის რაღაც დაჭრილები რო არის არ მიყვარს ლანები ამოვიჭერე ზეითუნის ზეთი არ მინდა ჩემო კარგო ზეითუნის ზეთი კი რა ზეთის ხილი მიყვარს მე ზეითუნის ზეთები აქაც არის ნუ ზეითინების არის აქაც მაგრამ ესეთ გემრიელი არ არის ლორი ქონი არ არის ხორის არა რაღაც ეს არის ხორცი არის ფენა დამუშავებული ხორცი მე მგონი გააჩნია წარი მეგობრებო თან დაიკეტება 12-მდე მაღაზია ბობოსაჭველი უნდა ვიყიდო ხამემშვიდობის ხალამდე კაი ოთხნას ჭორაობა